სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. ცოტა ხნის წინ იყო ხსენება ათონის წმინდა დაზე გაბრწყინებულ მამათა. დღევანდელ დღეს აღესრულება ხსენება წმინდა მთაზე მონოზნური ანგელოზებრივი ცხოვრების ფუძემდებლის პეტრე ათონელის. ასევე აღესრულება ხსენება დიდი ქართველი ღირსი მამის ივანე თორნიკესი, რომელიც იყო თანამოსაგრე პირველი ათონელი ქართველი მამების ივანესი ექვთიმესი გიორგისი. ათონის წმინდა მთამ არაერთი განსაცდელი გაიარა, დაწყებული კატალონიელი პირატებიდან დამთავრებული დღევანდელი ეკუმენისტური სულისკვეთებით გაჟღენთილი მსოფლიო პატრიარქი. ბევრი განსაცდელი ათონის წმინდა მთაზე არაერთი დიდი მამა გაბრწყინდა. მე მინდა ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ გერასიმე ენიაგისის შესახებ მოგითხროთ, კერძოდ კი მისი ცხოვრებიდან ერთი პატარა ეპიზოდი მოგიყვეთ, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ათონის წმინდა მთაზე ერთ-ერთ დიდ განსაცდელთან. მოკლედ კი გეტყვით მის შესახებ, რომ იგი იყო კუნძულ კერკირადან წარჩინებული ოჯახიდან, მიიღო შესანიშნავი განათლება როგორც საბერძნეთში, ასევე ევროპაში, კერძოდ დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი და შემდეგ მუშაობდა ეგვიპტეში საკმაოდ დიდ თანამდებობაზე. მისთვის უცხო არ იყო არც მატერიალიზმი, არც სპირიტიზმი. და ასეთი ეკალბარდიანი ცხოვრების გავლის შემდეგ იგი შეხვდა ერთ-ერთ დიდ მამას საბერძნეთში და მოისმინა მისი ქადაგებები. და ამით დაინტერესებულმა მიაშურა ათონის წმინდა მთას, რომელიც გახდა მისი შემდეგ ცხოვრების საბოლოო ნავთსაყუდელი. მაშ ასე ღირსი მამა გერასიმე 1940 წელს, როდესაც ჩვენ სამშობლოს გერმანელები შემოესვენენ და ომი გამოცხადდა, მამა გერასიმე თარჯიმნის მორჩილებას აღასრულებდა. იგი ხან კარიეში იმყოფებოდა, კარიესის ადმინისტრაციული ცენტრია ათონის წმინდა მტრის. ხანაც ჯარისკაცთა საყარაულო ყაზარმაში, რომელიც დამპრობლებმა ათონის ნახევარკუნძულის განაპირას ნათლისმცემლის რუმინული სკიტის მახლობლად განალაგეს. ამ კრიზისულ დღეებში და საერთოდ გერმანელთა მთელი ოკუპაციის მანძილზე მამა გერასიმე გერმანელი ენის უზადო ცოდნით, ასევე თავისი ნიჭებითა და საქმეობებით წმინდა მთას დიდად შეეწია. კინოტის კურთხევით მან თარგმნა თავად ჰიტლერისადმი მიმართული წერილი, სადაც ათონელი მამები უცხადებდნენ დამპყრობელს, რომ პირველ ყოვლისა თაწმინდის საუკუნოვანი მონაზნური მოქალაქეობის გამორჩეულობის და ყურადღების შესახებ საუბრობდნენ და ამახვილებდნენ მოუკლებელ ლოცვასა და მარხვაში მყოფ თაწმინდელ მოსაგრეთა მდუმარებაზე ყურადღებას. ეს გახდათ ალბათ ერთადერთი შემთხვევა, როცა უდრეკი და არაადამიანურად სასტიკი ჰიტლერი მოუყვა. თარგმნელის მორჩილებაზე მამა გერასიმე დაებრივი განგებულებით აღმოჩნდა. დიშობლის ბაღნარი ხომ მას განუზომელად უყვარდა. განსაცდელის ჟამს მისი მთავარი საზრუნავი ათონის მთის ხელშეუხებლობის დაცვა იყო. გერმანელებთან მიმართებაში კი მას მუდამ ახსოვდა გამოაფწყინნენ უფალო ელვანი და განაბნინა იგინი. 1940 წლის 26 ნოემბერს მამა გერასიმე ბერ თეოდოსის წერილს, რომელშიც იგი იტალიელებს ვაჭრებსა და სულმდაბლებს უწოდებს. თქვენ იცით, რომ იტალიელები, კერძოდ მუსოლინის
ფაშისტური რეჟიმი მხარს უჭერდა ჰიტლერს. ხოლო სხვა წერილში იგი უბედური კეფალონიის მსხვერპლთან დაკავშირებით თავის დიდ გულისწყროს გამოხატავს. გერმანელთა ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი საკვების უკმარისობა იყო. არ მოიპოვებოდა თვით პური არსობისა. ამის გამო ათონის მთაზე ზოგიერთი ასაკოვანი ბერი დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. ისინი იმ გლახაკი უპოვარი ასკეტების რიცხვს განეკუთვნებოდნენ, რომელთაც რასაკვირველია არასდროს ჰქონდათ ფქვილის მარაგი, მუდამ ნებაყოფილებით სულ ხელმოკლევობაში ცხოვრებნი და უზრუნველნი მსგავსად მფრინველთაც ისათა ისინი მარტოოდენ ერთი მუჭა ორცხობილათი კმაყოფილდებოდნენ. სწორედ ღვთის ამ მდაბალ ქმნილებებზე სულიწმინდის მეუდაბნოე ჩიტებზე სწერდა მამა გერასიმე მამა თეოდოსის. მამა თეოდოსი იმხანად კარიერში იმყოფებოდა და ზრუნავდა გაჭირვებულ მოღვაწე მონოზნებზე, რომლებიც სხვადასხვა განსაცდელს იტმევდნენ როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს. იგი გლახაკებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა და 1946 წლის 5 ნოემბერს, სწორედ იმ დროს, როცა მამა თეოდოსის მოსდიოდა აზრი, რომ ის მრავალ ამაოს აზრუნავსა და საფიქრელში იყო გახვეული, მამა გერასიმე მას ერთ საკვირველ წერილს უგზავნის. მივიღე პირველ რიცხვში გამოგზავნილი შენი მეგობრული წერილი, რამაც ძალზე გამახარა. მაშინ დავინახე შენი მგზნებარე სწრაფვა, თუ როგორ ცდილობ რამდენადაც ეს ხელგეწიფება დახმარება გაუწიო ჩვენს ღარიბ ძმებს, თაცმინდელ მამებს, რომელთაც უკვე შემოაკლდათ პური. მერწმუნე ძმაო, ეს სწრაფვა გულში ჩვენმა შუამდგომელმა დედამ ცისა და ქვეყნის დედოფალმა დღითი დღე ჩვენმა მასაზრდუებელმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ჩაგინერგა. შენ რომ მწერ ჯობდა სადმე განმარტოებულიყავი და ჩემს სოდვებზე მეტირა, ვიდრე სხვათა დასახმარებლად ესოდანი საზრუნავი მეტვირთაო. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებ, რომ სოდვათა მისატევებელად, როგორც ეს თავადაც კარგად უწყი, მოწყალების გაღებაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. წმინდა იოანე ოქროპირი ხომ გვასწავლის, მრავალი ცოდვაც რომ მქონდეს ჩადენილი, შენი დამცველი მოწყალება იქნება, რამე თუ მას ხელწერილი უყრია და მეუფისაგან თავისი ვალის დაბრუნებას ითხოვს. და კვლავ მიეცი გლახაკს და რომც დადუმდე 1000 პირი განგამართლებს შენ. და კვლავ მოწყალება გამწვენდელია სულისა. ჩვენთვის შეიძლება ცოტა გაუგებარია თუ რატომ წუხდა ის ათონელი ბერი თეოდოსი იმის შესახებ, რომ საზრუნავი გაუჩნდა გლახაკთა კერძოდ დახმარების მორჩილების თვალსაზრისით. მაგრამ ბერული აღქმა არა მარტო უპოვარებას ნიშნავს, არამედ განმარტოებულ ცხოვრების წესს. ბერისთვის ძალზედ მძიმეა. ნამდვილ ბერზე მაქვს საუბარი და არა ისეთ ბერებზე, ბევრი რომ ვიცით ჩვენ. ძალზე ძნელია ერში ყოფნა, ძალზე ძნელია ადამიანებთან ურთიერთობა. ის ყოველთვის ეძიებს განმარტოებას, მყუდროებას, რომ რაც შეიძლება მეტი ლოცვა აღუვლინოს ღმერთს. აი ამიტომ წუხდა ბერი თეოდოსი და ამიტომ მანუგეშა მამა გერასიმე მეგი, რომ ეს შენ რასაც აკეთებ არის დიდი ღვაწლი. ეს არის თავისებური მოწყალება შენგან გაღებული ამ გლახაკებზე, ხოლო ის გლახაკები კი შენი მეოხნი იქნებიან შემდეგ ღვთის წინაშე სამშაბლოზე. სიყვარულით, გულმოწყალებითა და კეთილი ნაყოფებით სავსე მამა გერასიმე თავის წერილებში ყველა გაჭირვებულსა და უქონელს ჩამოთვლიდა. იოანე ნათლისმცემელის სკიტის რუმინელ მამებს, ვიგლეო და კავსოკალილიელ ასკეტებს, ხშირად იგი წერილებზე სახასიათო ხელმოწერას აკეთებდა. გერასიმე მონოზონი, ტირე არა მონოზონი. დახვეწილი ბუნება და ეს ბუნება ტკივილისა და სნეულების საჭრეთელით კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა.
დიდ ლავრაში მამა გერასიმემ საუკეთესო მოგონებები დატოვა. ლავრის მარად სახსენებელმა იღუმენმა არქიმანდრიტმა ათანასემ გვითხრა: მამა გერასიმე თავდადებული ადამიანი გახავდათ. იმ დროს უდაბნო ულმობელი იყო. ისეთი კი არა, როგორიც დღეს არის. მრავალი ნუგეშით სავსე. ბერს უანგარო, კეთილშობილური და მშვიდი ხასიათი ჰქონდა. ლავრელი მამა ფილიპე დაზენს. იგი ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენს მოსანახულებლად. ეს იყო მონოზონი, რომელსაც მთელი სისავსით ჰქონდა გაცნობიერებული თავისი მოწოდება. ერთხელ მან ჩემს მოძღვარ ამბროსის გერმანელებთან უშუამდგომლა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ღვთის კაცს საბოტაჟში ზდებდბრალს უთხრა მან დამპყრობლებს. ასევე გამოიხსნა მან სხვა 10 მამაც, რომელთაც გერმანელებმა რაღაც ბრალდებები წაუყენეს. მე მინდა გითხრათ, რომ ხსენებულ მამა ფილიპეს პირადად ვიცნობდი, უკვე ძალზედ მხცოვანი იყო, როდესაც მე პირველად მოვხდი ათონის წმინდა მთაზე, ეს 1992 წელი. ის ძალზედ უკვე მოხუცებული იყო წინამძღვარი მონასტრის და გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთი ღვაწლით. აი ეს მხცოვანი ბერი არასდროს არ ჯდებოდა მსახურების დროს. ჩვენ დავაკვირდით და მწუხრი, ცისკარი, წირვა თან ქონდა ძალზედ მძიმე სნეულება, სიმსივნე ქონდა მას ამ დროს და არასდროს არ ჯდებოდა სტასიდაში. და შემდეგ ასევე მინდა გითხრათ, რომ მას ქონდა ლოცვა კურთხევა. ნებისმიერი ქართველი, რომელიც მოვა ამ მონასტერში და რასაც ითხოვს, დარჩენას ითხოვს, დროებით თუ მონოზნობას ითხოვს, უნდა დატოვოთ აქ. ასეთი კურთხევა ქონდა გაცემული, რადგანაც იგი მისდევდა ათანასე ათონელის ლოცვა კურთხევას. ესეთი დიდი მამა იყო თვითონ ეს ფილიპე, რომელიც ყვება მამა გერასიმეს შესახებ. ოკუპაციის პერიოდში მამა გერასიმეს თარჯინობის გამო მუდმივი გადაადგილება უწევდა წმინდა ბასილი დიდის კიცსა და ლავრას შორის. მანამ სანამ რამდენიმე წელიწადში წმინდა ათანასეს მღვიმის სენაკში არ დამკვიდრდა, რომელიც მას დიდმა ლავრამ დაუთმო. დუმარებაში მყოფი იგი აქ თავის მუდმივ კანონს აღასრულებდა. უდორტყინველად ითმენდა ყოველგვარ ტკივილსა და სატანჯველს, გამოწვეულ სხვადასხვა სნეულებებისაგან, რომლებიც მუდმივად ურთულდებოდა. ამ ღვიმემ წმინდა ათანასე ათონელის სახელი იმის გამო მიიღო, რომ ღირსი მამა აქ ლოცვასა და დუმარებისათვის ხშირად მოდიოდა ხოლმე. ღვიმე ორ მცირე ეკლესიასა და ერთ სენაკს მოიცავდა. დიდი ლავრის აღმაშენებლის მოძღვრისა და დამრიგებლის, ათონის სიქადურის, ყველა მთაწმინდელი მონოზნის შუამდგომელისა და მოყვარული მამის უხილავი მყოფობა სენაკის ახალ მკვიდრს თავის ფიცხელ და ზიადამიანურ ღვაწლში ერთობ განამტკიცებდა. ერთ დღეს ამ ღვიმეს დიონისიატელი მამა თეოკლიტე ეწვია. აი ამ პიროვნებასაც, ამ მოძღვარსაც ვიცნობდი მე დიონისეს მონასტერთან, აი ვინც ათონის მთაზე ნამყოფი ხართ, არის მონასტრის გაღმა მხარეს, იქ პატარა ჩანჩქერი ჩამოდის და გაღმა მხარეს არის სენაკი, სადაც უკვე ღრმად მოხუცებული თეოკლიტე ცალკე განდეგილობაში აღასრულებდა თავის ბოლო წლებს დარჩენილი ცხოვრებისა. ზამთარი იყო, მაგრამ ზიანი დღე იდგა. მამა გერასიმე გარეთ იჯდა და მზეზე თბებოდა. მან მამა თეოკლიტეს სხვათა შორის ერთი საკვირველი შემთხვევა უამბო. ერთხელ ჩემო ძმაო, დიდი თოვლი მოვიდა. მე მღვიმეში ვიჭექი. ამ დროს გარედან ჩიტის განუწყვეტელი ჟღურტული მომესმა. იმდენად უცნაური და ჩემთვის ამოუხსნელი დაჟინებით მიხმობდა, რომ გარეთ გასვლა მაიძულა. ზუსტად იმ წუთს, როცა ამ ზეციური ფრინველის ხმას მივყევი და გარეთ გავედი, მღვიმის ჭერს ერთი უზარმაზარი ლოდი მოსწოდა და ძირს დაენარცხა. იქ რომ ყოფილიყავი, კიდევაც გამჭყვეტდა. მაშინ კი განოდიდა ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასეთი შეწევნისა და მფარველობისათვის.
აი ეს პატარა ერთ-ერთი ეპიზოდი ათონის წმინდა მამათა ცხოვრებიდან, მათი ლოცვებით ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ სრულიად საქართველოს და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი.